მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომენატრა თქვენთან საუბარი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ვიდეოს ყურების სანაცვლოდ მირიცხავთ თანხას. და მექნება ერთი თხოვნა, რომ გამოიწეროთ ჩემი ვიდეო და ალაიქოთ და აკომენტაროთ და გამოხატოთ თქვენი აზრი ნებისმიერ საკითხზე. დღეს გვექნება ძალიან, აი თქვენ რაც გინდათ და რაც გიყვართ, მუშა რიტუალი, ესე ვთქვათ, რომელიც კეთდება მამაკაცზე და გნებავთ ქალბატონზე. ანუ მნიშვნელობა არ აქვს, არც სქეს, არც ადამიანის, არ ვიცი იქ რა მდგომარეობაში ადამიანი, მოკლედ ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება გაკეთდეს და თქვენ ეს ძალიან გიყვართ და ჩემთან ეს ძალიან პოპულარულია ადამიანის მიბმა. უამრავ თითქმის 70%-ს რიტუალებს ვაკეთებ მამაკაცზე მიბმა, ქალბატონზე მიბმა. სხვათა შორის მამაკაცებს შეიძლება არ იციან და მინდა ვთქვა, რომ მე ქალბატონებზეც ვაკეთებ მიბმას და ეს არ არის ჩემთვის პრობლემა და ზოგს რცხვენია ხოლმე და არ შეგსხოთ, იმიტომ როგორც ქალბატონზე კეთდება, ასევე მამაკაცზე კეთდება. დღეს მაქვს ძალიან უბრალო, როგორ გითხრათ, გარემო, მე ხა გარემოს გაკეთების პრობლემა არა მაქვს, მაგრამ ეს არის ჩვენი ძალიან უბრალო გარემო, ძალიან ორგანიკი, როგორ გითხრათ, ცოცხალი, აი ფრეში, როგორც არის ვაშლებით სპეციალურად, რომ ეს ვაშლი უნდა იყოს არა ძველი მოწყვეტილი, არამედ ახალი მოწყვეტილი ვაშლი, როდესაც რიტუალი უნდა გაკეთდეს კონკრეტულად ეს რიტუალი მამაკაცზე. და თქვენ მინდა რომ გაგიკეთოთ, მოკლედ აიღოთ ეს რიტუალი, სტორიებშიც გადავდო ეს რიტუალი და მოკლედ ყველანაირად შეირგოთ. რაც შეეხება მამაკაცის მიბმაზე, ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა და საერთოდ ადამიანის მიბმაზე. მეგობრებო, ეხლა არის 21 საუკუნე და ადამიანებს ვეღარ მოატყუებს ვერანაირი ადამიანი. იმიტომ რომ თუ რამე არ იცის ადამიანმა, შეიძლება რომ დაგუგლოს, ChatGPT-ს კითხოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრ შემთხვევაში ChatGPT ვერ გიპასუხებს ისე სწორად, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც გიპასუხებს. ამიტომ ადამიანების მოტყუება დღესდღეობით არის ძალიან რთული. ამიტომ, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ მე შენ 1000 ლარად კაცს მოგიბრუნებ, მე შენ 800 ლარად კაცს მოგიბრუნებ, მე შენ 600 ლარად კაცს მოგიბრუნებ, თუნდაც 1500 ლარად კაცს მოგიბრუნებ, ვერ დაგიბრუნებენ, მეგობრებო, გამორიცხულია, ეს არის ტყუილი. ეხლა მე ამით არ მინდა რომ ვინმე ვახსენო ან რაღაც, არ მაინტერესებს, მეგობრებო, მე არავინ, მე გეტყვით ჩემს გადმოსახედს. რას ნიშნავს მიბმა და რას ნიშნავს მამაკაცი რომ გიყვარდეს? ან კლიენტი მოდის, მინდა რომ ამ კაცმა ფული მომცეს. ეს ნიშნავს რომ შენ სიტყვაზე ვეღაცა თამუნას, სიტყვაზე ვიძახი, ესე ავიღე ეს სახელი, ვეღაცა თამუნა თავისთავზე არ იფიქროს, უბრალოდ ვიძახი, ვეღაცა თამუნას სიტყვაზე მოუნდა ვეღაცა გიორგის მიბმა. რომ იმოქმედოს მასზე, იმოქმედოს, ესე ვთქვათ, ფული გადაუხადოს, ზოგი ხო მარტო ფინანსების გამო უნდა. ჩემთან მოდის ადამიანი, მე მარტო ფინანსები მინდა, ბინა მინდა მიყიდოს, მანქანა მინდა მიყიდოს, რაღაცა ცოლად გაყოლა არ მინდა. ოკეი. ან ზოგს უნდა ცოლად გაყოლო, ზოგს ძალიან უყვარს, მაგრამ მეგობრებო, ყველა ეს საკითხი რასთან არის დაკავშირებული? ადამიანის ფიქრების შესვლა და ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა. ხო? რა თუნდა ორი აზრი, მეგობრებო, ამას 2 წლის ბავშვის მიხვდება, ხო? ვერავის შენ ვერ მოატყუებ დღეს, რომ შენ უნდა შეგეძლოს და ადამიანზე ზეგავლენა უნდა მოახდინო ისეთი, რომ შენ რაც გინდა, ადამიანმა ის გააკეთოს. ამ შემთხვევაში შენ რა გინდა? რომ ადამიანმა შეგიყვაროს. მაგრამ უკაცრავად, მაგრამ ზეგავლენას ახდენ შენ. მე კი არ ვახდენ, შენ ახდენ. ისიც რა არის, მეგობრებო, მე ამაყი ვარ მართლა ამაყი ვარ და
ძალიან დიდი მადლობა თვითოულს მენელს მე YouTube-ზე მყავს ძალიან მაგარი კატეგორიის ძალიან სხვა მე სხვა სოციალურ ქსელებს რო გადავხედე უკაცრავად, მაგრამ ჩემი ხალხი არის უმაღლეს დონის კატეგორია. ჩემი მსვენელი და ამას მადლობა მაგისათვის, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. კიდევ დავამატო. აი ხალხი ამბობენ ზოგადად, ჩემთანაც მოსულან ესეთი კლიენტები კონსულტაციას და იცით რა არის? აი მაგია როგორი, აი ის თეთრ მაგიას აკეთებს, თქვათ 1500 ლარად. აი კი მინდა მიბმა, მაგრამ თეთრი მაგია მინდა გავაკეთო, ჯადო არ მინდა. მეგობრებო, მოდით ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ ერთი და იგივე საკითხზე, რომ თეთრი და შავი მაგია არ არსებობს. ეს არის გამოგონილი ადამიანების, რომ ვითომ ადამიანები დაარწმუნონ, რომ რაღაცა, ანუ მაგია არის მაგია. მაგია არც შავი ფერია, არც თეთრი ფერია. მაგია არის მაგია და მორჩა. მაგრამ მაგიაში არის მძიმე მაგია, ნეკრომაგია და მაგია, რომელიც გამოიყენება მაგალითად შენ გინდა წარმატებული მომღერალი გახდე, წარმატებული, არ ვიცი, რა გინდა გახდე, შენ საქმეში რესტორნები გინდა გახსნა, რა ვიცი, რა გინდა გახსნა, ხო? შენ რაღაც მოცეკვავები გინდა გახდე, წარმატებული თილისმებს მომზადებინებ, ხო? ანუ ამის სანაცვლოდ შენ რაღაცა უნდა გაიღო. პირველ რიგში რა? ფული. ამას ორი აზრი რა თქმა უნდა, ამას რო აკეთებ. და მე რაღაცა რომ უნდა გაიღო კიდე, შენ ხო არ დაზარალდები, ამისათვის ადამიანმა რაღაცა უნდა შესწირო. ჩვენი წინაპრები, მეგობრებო, შტერები არ იყვნენ მსხვერპლ შეწირვას. კი, ეხლა რაღაცა გამომიხტებოდა მეტყვის, რომ ხო, მეც მეგობრებო, 3 ძაღლი მყავს სახში, 2 დიდი, ანუ 2 ასაკოვანი და 1 ახალგაზრდა ძაღლი. ანუ 3 ძაღლი მყავს და ცხოველების ძალიან მაგარი დამცველი ვარ, მაგრამ როდესაც შენ ბოდიში მეგობრებო, როდესაც შენ გინდა უმაღლეს დონის მომღერალი გახდე და წინ ვერავინ ვერ დაგიდგეს, მომღერალი რა მეკვია და კლიენტი მყავდა, სიტუაციაზე ვიძახი ხო? და წინ ვერავინ ვერ დაგიდგეს, რაღაცა უნდა ან დაკლა, ან რაღაცა გააკეთო, ან რაღაცა გააკეთო. ხო, უყურეთ გადავიდეთ მძიმე მაგიაზე. მძიმე მაგია, როცა ნეკრომაგია საფლავში გიკეთებენ, ის სხვანაირად იხსნება მეგობრებო. მძიმე მაგია ასევე ერთ-ერთი შუაშია რა, მძიმეზე მთლად არ არის, როდესაც ადამიანზე, მაგრამ არც იოლია, გაკეთებას არ გულისხმობ, მე შკალას გულისხმობ, რა შკალაზე ადის, არც ნუ შუაში დგას მძიმესა და საშუალოში, როდესაც მიბმას აკეთებ. უკაცრავად, მაგრამ ჩემთან რომ მოდიხარ და მეუბნები, რომ მე მინდა მივიბა კაცი. მეგობრებო, აი მართლა, აი მე მგონია, რომ როგორც აი ჩემი ოჯახის წევრები ისე მისმენთ. კაცი რომ მიგაბა, რა უნდა გავაკეთო? მაგაზე უნდა მოვახდინო ზემოქმედება, ანუ რიტუალი უნდა გავაკეთო. მე ნუ რა ამდეჯერ ეხლა უკვე ჩემი საკითხია, ხო? რო შემიკვეთო და ფულს გადამიხდე, მე უნდა გაიგეთო რიტუალი. ანუ უნდა ვიმოქმედო მაგ კაცზე, რომ შენზე ჩაუბეჭდოთ ვინში. რითი ვაკეთებ ამას რიტუალით და მასალებით. აბა მეგობრებო, ისე როგორ მიგაბავთ? ვერანაირად. ჩემზე ამბობენ თურმე რომ იქ კულვარებში რომ მე ვარ მეძვირი ადამიანი. რაშიც ვერ დავეთანხმები. მე გეტყვით რომ ყველაზე იაფიანი ადამიანი ვარ, ვინც ერთ-ერთი, აი ჩემს ეხლა აქ ლოს-ანჯელესში, ვინც და ნიუ-იორკში არიან კიდე ჩემი კოლეგები, ვინც ყველაზე იაფად აკეთებს მიბმას. მართლა, აი არ ვიცი, მე 2500, 3000, 4000-ზე ნაკლები არა, თუ ვარსკვლავებთან და ასე შემდეგ მუშაობენ, ხო საერთოდ 10000-ზე აქ უკვე საუბარი. მაგრამ მე ხალხს არ განვიხილა, ვინ ვარსკვლავია და ვინ მინისტრია და ვინ არის, ყველას ერთი და იგივე ფასი მაქვს. მეგობრებო, უყურეთ რა ხდება. აი ერთს გეტყვით რა. ვერც 500 ლარად. ეხლა უყურეთ ლოს-ანჯელესი მეგობრებო არის მე პირდაპირ ვიტყოდი მაგიის ქალაქი. გახსნილი მაგებისათვის, ანუ ვისაც უნდა რომ ფრთები გაშალოს, ესე ვთქვა და
გააბიბინდეს, ესე ვთქვათ, სრულიად მსვლელობით მაგიაში, ლოს-ანჯელესი არის მაგისი ქალაქი. არის ყველაფერი ლეგალური, აბსოლუტურად გააკეთე რიტუალებიდან დაწყებული, ყველა მეორე ფეხის ნაბიჯზე გადაადგა, ეს არის მაგიის მაღაზიები, გინდა შეხვალ გიმკითხავებენ, შეხვალ ყველა ჩემს გარშემო მე სადაც ცხოვრობ, წარმოიდგინეთ, ახლა აქ ჩემს გარშემო ჩემს არეაში არა, მაგრამ ცოტა რომ ანუ ცოტა შორს წახვალ 10-15 წუთის სავალზე, სადაც აი ეს როგორ გითხრათ, სავარჯიშო პატარა პილატესის დარბაზები და ეს არის ცოტა ჰაი კლასის დარბაზები, იქ სულ არის სპირიტუალ ქალი ზის, ზოგ გავივლი ხოლმე, გამოვივლი ზოგს წმინდავს, ზოგს აკეთებს, ზოგს რას აკეთებს, ანუ ლაივში ხდება ეს, სადმე კი იმალებიან ადამიანები, მან დრო არიან საქართველოში იმალებიან და რამე. არა, აქ პირდაპირ შეხვალ ფულს გადაიხდი და გაგწმინდავს და რა ვიცი, მთელი ხალხი გიყურებს. ფანჯრები ღიაა ზოგჯერ, ანუ კარებიც ღიაა ხოლმე ზოგჯერ. აქეთ არის მაგალითად ერთი მაღაზია, მე რო შევდივარ ხოლმე სიტყვაზე, იქ ძალიან ლამაზი კრისტალები იყიდება, ძალიან ლამაზი რაღაცები იყიდება, იქ შევდივარ, ამ დროს ფარდა რო რაღაცას რო ძივებიანი ფარდა გადაწეულია ჩვეულებრივ ადამიანს წმინდავენ. ჯერ ეგრე წმინდა როგორ შეება, ეგეთ იმაში საგიჟეთში შეტარდეს მუსიკები ისმის Pink Floyd-ი და რამე და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ოკეი, ანუ აქ არის მიღებული ეს ყველაფერი. მიღებული, ლეგალური და მიღებული. ეხლა მეორე არის შავი მაგია, სატანის ტაძრებს მიაქაქაურობა. ამიტომ აი იცით როგორ რო შეხვიდე უბრალოდ და ინფორმაციის მიზნით რომ გაიკითხო რომ როგორ ხდება ადამიანზე ზეგავლენა, ვერავინ შენ ვერ გეტყვის, ვიცი რა არის, მოდი ახლა მე შევოცოს რო წაგიკითხავ და 400 ლარს გადაგიხდის ადამიანი. უცებ მოგაბავს, ვერა, მაგას უნდა სპეციალური მასალები, ზოგი აფრიკიდან იგზავნება, ზოგი მექსიკიდან იგზავნება, ზოგი არ ვიცი რა საიდან მოდის, ხა ყველაფერს არც ვიტყვი მეგობრებო. მაგრამ ფასი რა ღირს? ფასები იწყება $100-დან და ზემოთ. მე მაგალითად ესეთი ფასები მაქვს, იმიტომ რომ ამ მასალებით მუშაობ. მაგია სხვანაირად არ იქნება, ვერც მიბანს გაგიკეთებთ, ვერც ბარაქას გაგიკეთებთ, ვერაფერს ვერ გაგიკეთებთ, მეგობრებო. მართლა ვერაფერს ვერ გაგიკეთებთ. ამიტომ როდესაც ვიღაცა იტყვის ჩემზე რომ მეძვირია, მე ვეტყვი რომ ძალიან მეიაფე ვარ. მაგარი მეიაფე ვარ, იმიტომ რომ რაც არის სიტყვაზე ღამეების თენება 10 და 11 გრამი რო სჭირდება და 9 გრამი რო ჭირდება კაცის მიბმას, მე შეიძლება რა ვიცი $400-საც არ მომატებ მე, რომ მე ავიღო ჩემ სამსახურში. ახლა აი ესეთ იმაზე ხო არ დავწრომანდები მეგობრებო, ყველაფერს ხო, ყველაფერი ვთქვი მე უკვე, მე არაფერი არ მაქვს დასამალი, რას ლაპარაკობთ მე. ისეთი გახსნილი და ესე ვთქვათ, გამბედავი და ესეთი ადამიანი ვარ, რომ დასამალი კი არა, რა ვიცი, მე არაფერი არ მაქვს დასამალი. ამიტომ მეც რომ მოვინდომო, ნებისმიერ რომ შევიდეს ლოს-ანჯელესში ეშმაკის ტაძარში, ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს აქ. შევიდეს ეშმაკის ტაძარში და მიბმები და რაღაცები ისწავლოს და ფული გადაუხადოს, აი თვითონაც გაიგებს მე რასთან გაქვთ საქმე. ამიტომ მეგობრებო, ერთი რამე მინდა ვთქვა. მე კლიენტები უამრავი მყავს ყველგან, მაგრამ ერთი იცოდეთ რომ მიბმა ბარაქა წმენდა კეთდება მასალებით. მასალების ფასი ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოში რო იყოს $275-დან გრამი დაიწყებოდა. ამერიკაში რო რადგან ვარ $100-დან იწყება. მნიშვნელობა არ აქვს. გრამი არის ამერიკის ფასი არის ყველგან თავიანთი ფასზე ყველა ქვეყანაში. იმიტომ მე ყველა ქვეყანაში ვიყავს ხალხი. მეგობრები მაგებს გულისხმობ. ამიტომ ყველა $100 იხდის თავის ქვეყნის ვალუტაში ფასს. ამიტომ ზღაპრები რომ 800 ლარად კაცი მოგებმევათ, 700 ლარად კაცი მოგებმევათ, ბარაქა ჩაგიტარდებათ, წმენდა ჩაგიტარდებათ, მოდით მაგ ზღაპრებზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ლაპარაკი. ვერ ჩაგიტარდებათ და მორჩა. всё, შანსი არ არის. არ არსებურია. მოკლედ აი ეს მინდოდა მეგობრებო მეთქვა, იმიტომ რომ ძალიან მკვირდები ხომ გაკურებული ვარ, რომ ადამიანები მაგას მეუბნებიან რა. და საქართველოში კიდე ბევრი ვიცი 3-4 ლარს მეც ხო ჩავეწერი ადრე, რომ მითხეს რომ ეს რა ქვია, ვერც გათხოვდები და არც შვილები არ გეყოლებაო და ამის რა ვიცი 500 წლის შვილები მყავს უკვე და რო გაიგეს რომ ამერიკიდან ვარ კიდე $6,000 და $7,000 გახდა ჩემი კონსულტაცია ხო? თუ
თუ რაღაცა თვითონ ჯადო რომ უნდა მოეხსნათ ჩემზე. ხო, მე ხო ჩავეწერე და ანუ ძალიან ბევრი მკითხავთ და მაინტერესებდა უბრალოდ როგორები იყვნენ, რას ლაპარაკობდნენ და მითხრეს რომ ან ჯერ მითხრა $3000 რიტუალზე რომ თვითონ ჯადო უნდა მოეხსნა ჩემზე და მე მითხარ ამერიკაში ცხოვრობ ხო და ამერიკაში რო გაიგო 4 თუ $5000 კაცო ბევრით გაზარდა რა ერთი სიტყვით. ხო და რა ვიცი ხო მე $3000 ჩემთან არც ერთი რიტუალი არ ღირს მეგობრებო. ამიტომ რა ვიცი up to you მეგობრებო დღესდღეობით ვერაფერს ვეღარ მოატყუებ. ვერავის ვერაფერს. ყველა შეუძლია შევიდეს ყველგან და ყველაფერი გაიგოს და გაიგეთ მეგობრებო ის მაინც გაიგეთ გრამი რა ღირს, ფასი რა ღირს. ოქროს ფასი აქვს მართლა იმას რა ქვია. აბა კაცის მიბმა რო გინდა და ადამიანზე მიბმა რო გინდა და ბარაკა რო გინდა და რამე რო გინდა, აბა რანაირად გინდა? უბრალოდ შეგილოცო 200 ლარად? არ არსებულია. ეს არის უკვე აღარ ვიტყვი რაც არის. მოკლედ. ეხლა თქვენ ვიცი რომ გინდათ ყველაზე მეტად რიტუალის ყურება, მაგრამ რა ვქნა, ლაპარაკის გარეშე საქმე არ კეთდება მეგობრებო. ადამიანს უნდა მისცე ინფორმაცია. შენც მისცემ, თვითონაც გადაგამოწმებს და ესე და ესე. მოკლედ. ეხლა რა მინდა რიტუალზე რომ გააკეთოთ? აიღოთ ნებისმიერი სანთელი, დაანთოთ, წყნარად მოთავსდეთ ადგილზე, სამ-სამჯერ გაიმეოროთ ეს შელოცო მე რასაც გეტყვით, დილა საღამოს. 16 დღის განმავლობაში თუ ფიქრობთ რომ თქვენ კაც შავი ჯადო აქვს ან თქვენ გაქვთ შავი ჯადო, გაიმეორეთ 21 დღის განმავლობაში. თუ ფიქრობთ რომ ნეკრომაგია აქვს გაკეთებული ადამიანს, გაიმეორეთ 40 დღის განმავლობაში დღეში 3ჯერ, ან დილა საღამოს, 3ჯერ დილა, 3ჯერ საღამოს და სანთელი ანთით. ეხლა ვიღაცა შეიძლება დაგეზაროთ და თქვათ რომ ვაიმე რა ამბავია 40 დღე, მაგრამ მეგობრებო, საფლავში ჩემმა მტერმა ჩაგიმარხათ რამე. ამიტომ არავის არ გირჩევთ. ამიტომ ესეც რთულია და ეხლა მე თქვენ გაგიკეთებთ, ასე ვთქვათ, ძალიან მაგარ შელოცვას. მოკლედ მოდუნდით მეგობრებო. მოდუნდით, წარმოიდგინეთ თქვენი მამაკაცის ან ქალბატონის სახე, მისი ლამაზი სახე. და დავიწყოთ ჩემო კარგებო. წუთით მეგობრებო. მიცით პირდაპირ ჩაწერა მაქვს, არ ვამონტაჟებ არაფერს. დაწყნარდით, დამშვიდით, წარმოიდგინეთ ადამიანის სახე. გადადით მის ენერგიაზე. წარმოიდგინეთ ეს ადამიანი როგორ გექცეოდათ თბილად, გესალმებოდათ, გეხუტებოდათ, კარგი შეხვედრის მომენტი წარმოიდგინეთ. და თქვით ეს სიტყვები, ფოკუსირდით მხოლოდ მასზე, ყველაფერს გაეთიშით. ჩემი ხმა აღწევს შენამდე. როგორც დღის შუქი აღწევს ყველა კუთხე კუნძულში. შენი გული იხსნება მხოლოდ ჩემთვის. როგორც ყვავილი მზის წინაშე. შენი ფიქრები მოდიან ჩემსკენ, რბილად, ძლიერად და მტკიცედ. ყოველი შენი ამოსუნთქვა მიმაქვს მე. ყოველი ჩასუნთქვა ჩემთან გაბრუნებს. ჩვენ შორის მიძინებული კავშირი იღვიძებს, იზრდება და ძლიერდება. შენს გულში ნათლად ისმის მხოლოდ ჩემი სახელი. სიყვარული გაბრუნებს ჩემსკენ. ნაზი, მტკიცე და ბედისწერით დაუცვილი. და იყოს ასე, და იყოს ასე, და იყოს ასე, და იყოს ასე. და იყოს ასე. ამინ. მეგობრებო, ეს შეუცვა ამ შეუცვის მერე ღრმად 3ჯერ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. კიდევ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ 3ჯერ ღრმად.
გამოუშვით ცუდი ენერგია და თვითონ ჩასუნთ ქვაზე. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი ცუდი რაც გაქვთ ამოსუნთ ქვაზე უშვებთ და ყველაფერი ბედნიერება რაც ამ კაცთან ან ქალთან ერთად გინდათ რომ გააკეთოთ, აგდებთ უკან. მოკლედ მეგობრებო, ჩვენთან კონსულტაციაზე და დამავიწყდა მართლა რომ მეთქვა, ლოცვა გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ, დილას 3-ჯერ და საღამოს 3-ჯერ, ანუ დღეში 6-ჯერ და გაიმეორეთ 16 დღე თუ ცოტა ისეთი ადვილი ურთიერთობა გაქვთ, თუ არა 21 და თუ რთული 40 დღე. კონსულტაციაზე მომმართეთ ნომერზე +1 718 506 28 მე მგონი რომ თქვი ხო 718 506 2824 ხო ხანდახან ქართული მიჭირს მეგობრებო და ამას არც ვმალავ. დანარჩენი რა, მინდა რომ გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო თქვენ, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ და მართლა ძალიან გაფასებთ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ მე მიყურებთ.